მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეო განხილვა შეეხება საბრძოლო კამერებს. საბრძოლო კამერები თანამედროვე შეიარაღებისა და ეკიპირებისა და აღჭურვილობის ბაზარზე მრავალი სხვადასხვა ტიპის გვხვდება დღესდღეობით, თუმცა მათ მეტნაკლებად ერთი ძირითადი დანიშნულება აერთიანებთ. საბრძოლო კამერები, ანუ ეგრეთ წოდებული მორბელთებს რო ეძახიან, მათი ფუნქცია რა არის ძირითადი? მებრძოლის წელზე ან წელზე და მხრებზე ერთდროულად გადაანაწილოს იმ პირველადი ასე ვთქვათ საჭიროების აღჭურვილობის ელემენტები და რა თქმა უნდა მათი წონა, რომელიც სიტყვაზე შეიძლება გქონდეს ჯავშანჟელეზეც დამაგრებული მათი ასე ვთქვათ ანალოგიური აღჭურვილობის ელემენტი, მაგრამ იყოს ისეთი ელემენტი, რომელიც სიტყვაზე ჯავშანჟელეთის გადაგდების ზოგიერთ სიტუაციაში ჯავშანჟელეთის გადაგდების დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია რომ დარჩეს კამარზე. ან სიტყვაზე საბრძოლო მოქმედებები წარმოებს ისეთ ასე ვთქვათ რელიეფსზე და ისეთ გეოგრაფიულ გარემოში, რომ ჯავშანჟილეტი სიტყვაზე ან ფილის მატარებელი პლატფორმა სრულიად ზედმეტია, ან რთული არის მისი ხანგრძლივი ექსპლუატაცია და სხვადასხვა კონფიგურაციის მორბელთები საბრძოლო კამერები ბევრად უფრო ასე ვთქვათ პრაქტიკული და ოპტიმალურია გამოსაყენებლად. ესეთი შეიძლება იყოს აი თაგორიანი რელიეფი, ან ტყის ასე ვთქვათ, ტყით დაფარული კონკრეტული გეოგრაფიული გარემო, არეალი. თვითონ საბრძოლო კამერები დღესდღეობით ძალიან მრავალფეროვანი გვხვდება, მაგრამ მათი ასე ვთქვათ მცირე ისტორიული მონახილვა რო გავაკეთოთ, საიდან მოდის. საბრძოლო კამერების წინაპრები, ჯერ კიდევ შუა საუკუნეების პერიოდიდან ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეების პერიოდში გვხვდებოდა. ეს არის ის კამერები, სადაც სხვადასხვა ასე ვთქვათ ხმალი, ხანჯალი და სხვადასხვა ევროპის თუ აზიის სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენებოდა ქვეით ასე ვთქვათ არმიებში და ამ კამერებზე ხდებოდა ასე ვთქვათ განაწილება სხვადასხვა აღჭურვილობის და შეიარაღების სხვადასხვა ელემენტების, როგორებიც იყო სიტყვაზე სამუშაო დანაშილება, ყოფილიყო ხანჯალი, ხმალი, დაშნა და ასე შემდეგ. უკვე მას შემდეგ რაც ევროპის ასე ვთქვათ რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღი შემოდის, აი პირველი ასე ვთქვათ, პირველ ყოფილი მუშკეტები დავარქვათ, დღევანდელი თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღის კონცეპტუალური წინაპრები, ხო? ამ პერიოდში უკვე კამერები, საბრძოლო კამერების წინაპრები ითავსებენ ფუნქციას, რომ აი ამ მუშკეტისთვის საჭირო დენთი და წინასწარ გამზადებული ტყვის ბურთულები განაწილდეს და ჩამაგდეს სპეციალურ ტომსიკებზე, რომლებიც შემდგომში კამერებზე იყო დამაგრებული. თვითონ პირდაპირ ასე ვთქვათ კონცეპტუალური წინაპრები თანამედროვე საბრძოლო კამერები, რასაც ვქნა, უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გვხვდება მეტნაკლებად პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან, როდესაც ფართოდ ასე ვთქვათ იყიდებს ფეხს კამერები, რომელზეც სხვადასხვა ასე ვთქვათ სამჭირდეები, პისტოლეტური ამხელების, ავტომატების, შაშხანების სავაზნეები, სხვადასხვა ტიპის ხელყუმბარები, სამედიცინო ჩანთებიც შეიძლება ყოფილიყო ზოგ შემთხვევაში და ეკიპირების სხვადასხვა ელემენტები იყო განლაგებული. რა თქმა უნდა, ესეთი კამერები თანამედროვე მოდელებს მულტიფუნქციური თვისებებით ვერ შეედრება, ვერც ასე ვთქვათ ისეთი კონსტრუქციული დახვეწილობა ჰქონდა, რაც თანამედროვე კამერებს ახასიათებს, მაგრამ პირველადი ფუნქცია მსგავსი იყო. შემდგომში უკვე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ცივი ომის პერიოდი, აი განსაკუთრებით ის პერიოდი, ფოლკლენდის ომების პერიოდი, ვიეტნამის ომის პერიოდი, აქეთ ავღანეთის ომის პერიოდი, უკვე არის ის პერიოდი, აი განსაკუთრებით 80-იანი წლების მეორე ნახევარი, როცა ბევრ სხვადასხვა ქვეყნების არმიებში ფეხს იყიდებს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო კამერები ან სამხრე საკამერე სისტემები. ერთ-ერთი მეწინავე ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი გვევლინება, სადაც პრაქტიკულად დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები მსოფლიოში მეწინავეა, თუ პირველი არა, ქვეითის ინდივიდუალური აღჭურვილობის განვითარების კუთხით, ბევრი სხვადასხვა კონცეპტუალური მიმართულებები და ბევრი სხვადასხვა სისტემები, რომელიც დღესდღეობით ფართო გამოყენებაში არის მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეით ჯარებში თუ მექანიზებულ გვარეობაში, სწორედ დიდი ბრიტანეთიდან ასე ვთქვათ იდგავს ფეხს. თანამედროვე ასე ვთქვათ საბრძოლო კამერებმა, რომელიც აი ესეთი უნივერსალური მოლის პლატფორმებით არის აღჭურვილი, ხო? ახალი სიცოცხლე, სწორედ ასე ვთქვათ, ახალი სიცოცხლე შთაბერა ასეთ კამერებს, სწორედ აი ამ მოლე პალსის სისტემის გამოჩენამ
მსოფლიო ასე ვთქვათ ბაზარზე, მსოფლიო შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე, შეიარაღებისა და აღჭურვილობის. მანამდე დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები იყენებდა აქტიურად PLC-ის სისტემის განტვირთვას უნივერსალურ სამაგრ სისტემას, რომელიც კამარზე, სამხრეთ საქამრის სისტემაზე და სხვა ეკიპირების სისტემაზე გამოიყენებოდა როგორც ჩამაგრებისა და უნივერსალური თავსებადობის სისტემა, ეკიპირების სხვადასხვა ელემენტების ერთმანეთზე გადასაბმელად, დასამაგრებლად და სხვადასხვა გვარეობისა და სახეობის ჯარებისთვის სხვადასხვა სისტემების ასაწყობად და აქეთ იყო უკვე შეერთებული შტატების არმია, სადაც ელისის სისტემები გამოიყენებოდა. ეს გახსოვთ, მგონი ყველა შედარებით მოძველებული კამრები, დაახლოებით 70 მმ სიმაღლის კამრები, რკინის სამაგრი კლიფსებით, ასეთი ტიპის კამრებზე სხვადასხვა საბრძოლო კამრის აწყობა ხდებოდა, თუ ბაზა კამარი იყო, დაახლოებით 70 მმ-იანი სიგანის და მას რკინის კლიფსებით შეიძლება დამაგრებული იყო, ასე ვთქვათ, საინჟინრო იჩაბის სხვადასხვა ტომსიკები, პატარა და დიდი ზომის ჩანთები, ხელყუმბარის ჩანთუკები, ავტომატის მჭიდ ჩანთები, მათარა და ასე შემდეგ და ქონდა ასევე ასე ვთქვათ ალისის სისტემას თავისი იოკი პარტუპეისაც რომ ეძახდნენ. ეს სისტემები, ეს ბრიტანული PLC და აქეთ ამერიკული ელისი პრაქტიკულად არიან თანამედროვე საბრძოლო კამრებისა და სამხრეთ საქამრო სისტემების წინაპრები. თვითონ სხვადასხვა პროფილის საბრძოლო კამრების გამოყენებით შესაძლებელია სურვილის მიხედვით და ჩვენი ასე ვთქვათ მოთხოვნილების მიხედვით თავაწყოთ როგორც აი პირველად ბრიტანული სტილის, ბრიტანული კონცეფციის საექსპედიციო საბრძოლო კამრები თავისი სამხრეთ საქამრო სისტემის კონფიგურაციაში, რომელზეც რაღაცა პისტოლეტის ან სამჭიდეების, მხოლოდ პისტოლეტის ან სამჭიდეების ნაცვლად, როგორც სიტყვაზე ტაქტიკურ ვარიანტებში არის, განლაგებული იქნება მთლიანად აი მთელ ასე ვთქვათ ზედაპირზე სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფუნქციონალის მქონე პატარა ჩანთები, პოუჩები, რომელშიც შესაძლებელია განლაგდეს როგორც საბრძოლო მასალა, ჭიდები, თვითონ საკვები და ყველა ის ასე ვთქვათ აუცილებელი ხელსაწყო და მარაგი, რომელიც დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების აი ამ ქვეითის ინდივიდუალური ეკიპირების კონცეფციიდან გამომდინარე 48 საათის განმავლობაში უნდა ეყოს ქვეით მებრძოლს. თუმცა ამის ასე ვთქვათ სხვადასხვა ვარიაციები არსებობს, არის 24 საათიანი კონფიგურაციებიც, არის 48 საათიანიც. თვითონ მიდგომა და პრინციპი არის ის, რომ საბრძოლო კამარზე განლაგდეს მაქსიმალურად ბევრი ასე ვთქვათ აღჭურვილობა, თუმცა არა იმდენი რომ სიტყვაზე მისი ზიდვა გახდეს რთული, მაგრამ მაქსიმალურად ბევრი აღჭურვილობა იმისათვის, რომ მებრძოლი იყოს მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში ავტონომიური. თვითონ პროფილების მიხედვით კამრები არსებობს რამდენიმე ძირითადი სახეობის, ეხლა რაც არის წარმოდგენილი კომპანია, უკრაინული კომპანია ემტაკის წარმოების მაღალი პროფილის საარმიო საბრძოლო კამარი არის. ზოგადად მაღალი პროფილის საბრძოლო კამრები ითავსებენ ასევე ბლასტ ბელთების ფუნქციასაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კამრებში შიგნიდან შეიძლება ჩაიდოს სრული შემთხვევაში გააჩნია როგორ არის დაკომპლექტებული ქარხნულად ან შემდეგ როგორ კომპლექტდება რბილი ბალისტიკური პანელი, აი კევლარებს რო ეძახიან ესე გავრცელებულად, ეს რბილი ბალისტიკური პანელი შეიძლება კევლარისაც იყოს, შეიძლება იყოს ბალისტიკური პოლიეთილენისაც. უკვე მაღალი პროფილის კამრები იმის გამო რომ ფართობის შედარებით დიდი აქვს, ხო რბილი ბალისტიკური პანელით მაქსიმალურად იცავს მებრძოლის წელის მიდამოს და განსაკუთრებით იმ ნაწილს, სადაც ადამიანის ხერხემალის და წელის მიდამოს გადაბმა ხდება სხვადასხვა ტიპის წვრილი ნამსხვრევებისგან, რომელიც ბრძოლის ველზე ძირითადი დამაზიანებელი ფაქტორია. შესაბამისად, ესეთი ბალისტიკური დაცულობის მქონე ბლასტ ბელთები ძალიან ისეთი ეფექტური არის საჯარისო ქვედანაყოფების აღჭურვისთვის. ესეთი მაღალი პროფილის კამრები შესაძლებელია დაკომპლექტდეს როგორც საექსპედიციო, როგორც გითხარით და ეს უფრო არის მისი პირველადი ფუნქციონალი. ასევე ტაქტიკურ კონფიგურაციაში შესაბამისად, მაგალითად აი ამ მაღალი პროფილის კამარს აქ დატანებული აქვს თაღისებული, ესე რკალისებური ჭრილები, სიტყვაზე სხვადასხვა ტიპის პისტოლეტის კაბურის დასამაგრებლად. თუმცა მისი ასე ვთქვათ კონფიგურაცია, აი კერძოდ კი ესეთი 4 სამაგრი წერტილი, რომელიც გათვლილი არის სხვადასხვა ტიპის აჭიმების, ინგლისურად ესეთი იოკის დასამაგრებლად, იძლევა საშუალებას, რომ ამ კამრის გამოყენებით დავაწყოთ სამხრეთ საქამრო სისტემა და მოახდინოთ მისი აღჭურვილობით დამძიმება და შევქმნათ ერთგვარი, ასე ვთქვათ, კონფიგურაცია საექსპედიციო
საბრძოლო კამრისა. შემდეგი ასევე პრაქტიკულად კიდევ უფრო გავრცელებული კონფიგურაცია საბრძოლო კამრების არის ესეთი საშუალო პროფილის საბრძოლო კამრები. ეს უკვე არის ცოტათი უფრო დაბალი პროფილის, მაღალ პროფილის კამართან შედარებით და როგორც ხედავთ აქვს ესეთი სამხაზოვანი მოლეს სისტემა. საშუალო პროფილის კამრები ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე ასე ვთქვათ ისეთი კონფიგურაციის რომ მასში შესაძლებელია ეს რბილი ბალისტიკური პანელის ჩადებაც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი დამარბილებელი აქვს შიგნიდან და არანაირი ესეთი ნავსრო საწინააღმდეგო თვისებები არ აქვს. როგორც საშუალო პროფილის კამარი, ასევე მაღალი პროფილის კამარიც შედგება ორი ძირითადი დეტალისგან, ეს არის თვითონ პანელი, კამრის პანელი დამარბილებლით და შიდა დამარბილებელი ფენით და გარემოლე სისტემით და ასევე მისი მზიდი ნაწილი, ანუ შიდა კამარი. შიდა კამარი ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, პლასმასის შესაკრავებით, რკინის შესაკრავებით, სკინის შესაკრავებით ბევრი სხვადასხვანაირია. ძირითადად რაც არის ახლა დღესდღეობით გავრცელებული, თუ საბრძოლო დანიშნულებით გვინდა, კარგი არის ორიგინალი კობრას ბალთები თუ იქნება, იმიტომ რომ მაღალ დატვირთვებზე იმუშაოს კამარმა და თუ პლასტიკატის შესაკრავით იქნება, უფრო აი სამოქალაქო სამხედრო სიმულაციურ თამაშებში შეიძლება იქნას გამოყენებული, ან თუ სამხედრო დანიშნულებით გვინდა, აუცილებლად მაღალი ხარისხის პლასტიკატის მასალა უნდა იყოს, რომელსაც რამდენიმე ესეთი ცნობილი ბრენდი აწარმოებს მსოფლიოში და მაგალითად არის ესეთი Duraflex, Nexus, YKK და პრაქტიკაში ჯობია რომ ასე ვთქვათ გამოცდილი კომპანიების წარმოებული ესეთი პლასმასის შესაკრავი ბაქილები იქნას გამოყენებული. იდეალურ სიტუაციაში როგორც გითხარით, კობრას შესაკრავები. თვითონ შიდა კამარი გამოიყენება ხოლმე, ძირითადად ესეთი 50 მმ-იანი სიგანის, მაგრამ ხდება საბრძოლო კამარები, რომელიც ქარხნულად თვითონ ამ წარმოებლის მიერ შეიძლება კომპლექტდებოდეს 38-40 მმ-იანი ასე ვთქვათ კამრებითაც. როგორც ხედავთ, საშუალო კამარით შეიძლება დაკომპლექტდეს სამხრეთ საკამრე სისტემის კონფიგურაციაში და აქვს ესეთი საკითი წერტილები იოკის დასამაგრებლად. შემდეგი ესეთი ასევე გავრცელებული და ჩემი აზრით ყველაზე უფრო მეტად პრაქტიკული ვარიანტი არის დაბალი პროფილის კამრები, რომელიც ორი ასე ვთქვათ ძირითადი მიმართულებით არის დღესდღეობით წარმოდგენილი მსოფლიოს საიარაღო ბაზარზე და ბრძოლის ველზე ფაქტიურად. ეს არის კლასიკური კონსტრუქციის, ანუ მაღალი და საშუალო პროფილის კამრების მსგავსი კონსტრუქციით, ანუ გარე პანელი და შიდა კამარი, უბრალოდ საერთო სიმაღლე ძალიან დაბალი აქვს ხოლმე ასეთ კამრებს და მაქსიმუმ შეიძლება 9-10 სანტიმეტრს აღწევდეს, უმეტეს სიტუაციაში სადღაც 7 სანტიმეტრი არის ხოლმე ასეთი კამრების სიმაღლე, ანუ 70 მმ და აქვს წვეტილი, ანუ უწყვეტი მოლე და მოლე შეიძლება იყოს მთელ გაყოლებაზე, ასე ვთქვათ, უწყვეტად, როგორც გითხარით, ან ესეთი პატარა მოდულებით იქნას წარმოდგენილი. ხედავთ, ეს დაყოფილი მოდულებია და ორ ხაზად განლაგებული, ორი უჯრედი არის. ესეთი ტიპის მოლეს განლაგება, პანელებად განლაგება ძალიან ესეთი პრაქტიკულია, როდესაც კარგად გვინდა მასზე ცალკეულ მოლეებზე გავანაწილოთ სხვადასხვა ფუნქციონალის ჭიჩანთები იქნება ეს პატარა ტომსიკები, პოუჩები თუ ასე შემდეგ, აფთიაქი, აიფაკი და ასე შემდეგ. ასეთი კამრებიც როგორც წესია 50-იანი ან 38 მმ-იანი კამრებით, შიდა კამრებით კომპლექტდება. ამ შემთხვევაში ხედავთ, აი წეგან როგორც საუბრობდი, ეს კობრას ტიპის მაღალი სიმტკიცის ბელტით, ანუ ბალთით არის დაბოლოებული, შეკრული. ხო, ესეც ანალოგიური დაბალი პროფილის კლასიკური კონსტრუქციის კამარი, ოღონდ უკვე მულტიკამტროპიკის შეფერილობით. რაც შეეხება დაბალი პროფილის კამრების მეორე, ასე ვთქვათ, არანაკლებ პრაქტიკულ კონფიგურაციას, ოღონდ ეს შედარებით უფრო ახალი კონფიგურაცია არის, აი ამ კლასიკურ დაბალი პროფილის კამართან შედარებით, ეს არის უკვე 50 მმ-იანი სიმაღლის მინიმალისტური დაბალი პროფილის კამრები. ასეთი ტიპის კამრები ზოგადად 50 მმ-იან რემენზე, უფრო სწორედ ის ვებინგის ლენტზე, ხო, რემენებს რო ეძახით, ჩვენთან მაგის გამოყენებით მზადდება და აქვს ორი ასე ვთქვათ ძირითადი კომპონენტი. ერთი არის ესეთი შიდა კამარი, რომელიც შესაძლებელია პირდაპირ ასე ვთქვათ შარვალზე დამაგრდეს, შარვალზე დავემაგროთ და
ეს შიდა კამარი გარედან არის ასე ვთქვათ დაფარული ველკროთი, ანუ ფრიცს რო ეძახით. იმისათვის რომ აწყობილი კამარი, რომელსაც გარკვეული წონა აქვს, ხო? ჩამოკიდებული არ მოძრაოს კამარმა და მეტნაკლებად მოხერხებულად იყოს წელზე დაფიქსირებული. თვითონ ამ გარე კამარსაც აქვს საპირისპირო ველკრო და ფიქსირდება აი ამ შიდა კამარზე. შესაბამისად ეს კამარი სიტყვაზე აღჭურვილობის დამაგრების შემდეგ როცა არის დამძიმებული, მაქსიმალურად არის ასე ვთქვათ პრაქტიკული. თუ შიდა კამრის გარეშე მოხდება მისი გამოყენება, ნუ ზოგიერთ სიტუაციაში თუ არის დამძიმებული, მოძრაობს და არც ისე ასე ვთქვათ ერგონომიულია გააჩნია აქაც რომელი ბრენდის კამარი არის და როგორი კონფიგურაციის. ასეთი ტიპის კამრებზე შეიძლება მოლე გაკეთებული იყოს ლაზერული ჭრის ან ჩვეულებრივად დაკერებული 25 მმ-იანი ვებინგის ლენტებით. ამ შემთხვევაში ძალიან სპეციფიკური კონფიგურაცია აქვს და კიდევ უფრო ასე ვთქვათ თვალსაჩინო უფრო არის აი ამ კამარზე. ეს უკვე არის უკრაინული წარმოების ენტაკის კამარი, ასევე დაბალი მინიმალისტური კონფიგურაციის დაბალი პროფილის კამარი, როგორც ხედავთ კობრას ბელტით არის და აქ უკვე ნახევარ მოლეები არის, რომელთა შორის მანძილიც არის 25 მმ. ნუ ჩვეულებრივი მოლეს მსგავსად. ნახევარ მოლეების დამზადება, როდესაც ლენტის დაკერებით ხდება, ნახევარ მოლეების დამზადება ხდება ორად გადაკეცილი 25 მმ-იანი ნეილონის ვებინგის ლენტების გამოყენებით. აქაც უკვე ამ კონკრეტულ კამარსაც აქვს ორი კამარი, ერთი შარვლის კამარი, რომელსაც ბალთა საერთოდ არ აქვს და ფრიცით ანუ ეს ველკროთი ფიქსირდება და აქვს ასევე მეორე შიდა კამარი. მეორე შიდა კამარი, რომელიც შარვალში გაყრაზე არ არის, ასე ვთქვათ, გათვლილი, მაგრამ შეიძლება ტანსაცმელზე პირდაპირ გავიკეთოთ, შემოვიჭიროთ და მე ამაზე მოხდეს უკვე ფიქსაცია გარე ნაწილის, ანუ იმ ნაწილის, რომელიც აღჭურვილობაა უშუალოდ დამაგრებული. ზოგადად ძირითადი პლუსი რაც აქვს ამ ასე ვთქვათ დაბალი პროფილის კამრებს, მაღალი პროფილის კამრებთან შედარებით და რა თქმა უნდა საშუალო პროფილის კამრებთან შედარებით, მასზე მორგებული აღჭურვილობით, სიტყვაზე მანქანაში ჩაჯდომა, აქეთ მარჯვენა მარცხენა მხარეს გადახრა და ზოგადად წელის მოძრაობა ბევრად უფრო მოხერხებული არის, ვიდრე ეს შეიძლება იყოს მაღალი პროფილის კამრების შემთხვევაში, როცა ასეთი დიდი ზომის, დიდი ფართობის მქონე უკანა პანელი არის, გვერდებზეც საკმაოდ დიდი პანელები აქვს და გააჩნია კიდე ამაზე რა ტიპის აღჭურვილობას დაამაგრებ და საკმაოდ სერიოზულად იზღუდება ხოლმე მოქნილობა და მანევრულობა და წელის მიდამოში ესეთი მოქნილი ვეღარ არის ადამიანი და მარტივ მოძრაობებს ვეღარ ასრულებს. გააჩნია აქაც კიდევ ვიმეორებ როგორი კომპლექტაციით არის დაკომპლექტებული მაღალი პროფილის საბრძოლო კამარი, თუმცა გვაძლევს იმ პლუსს, რომ შეიძლება რბილი ბალისტიკური ფენაიდოს შიგნით და წელის მიდამო იყოს სერიოზულესად დაცული სხვადასხვა წვრილი ნავსხვრევებისგან. თვითონ კამრებზე ზოგადად საბრძოლო კამრებზე გააჩნია ტაქტიკური კონფიგურაცია თუ საექსპედიციო კონფიგურაცია, სხვადასხვა ტიპის ჩანთების და სამჭიდროების დამაგრება შეიძლება და სხვა აქსესუარების, როგორც გითხარით, ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი დიდი ზომის მრავალფუნქციური ჩანთები, სხვადასხვა ტიპის აფთიაქები, ან სხვადასხვა ტიპის სწრაფი ამოღების ან დახურული ტიპის კლასიკური სამჭიდროები. ამ ყველაფრის განაწილება უკვე იმის მიხედვით ხდება ადამიანი მემარჯვენე სროლია თუ მემარცხენე, ანუ ცაცია. ეხლა შემიძლია გაჩვენოთ უკვე ორი ტიპის საბრძოლო კამარი, დაბალი პროფილის საბრძოლო კამარი, ტაქტიკურ კონფიგურაციაში აწყობილი, ესეთი კამრები არის განსხვავებული, მეტნაკლებად განსხვავებული კონფიგურაციით, კობრას შესაკრავით 50 მმ-იანი თვითონ მზიდი ლენტი რაც არის, ნეილონის ლენტი, ეს მარცხენა ანუ მემარჯვენე მსროლელზე არის გათვლილი, აქეთ უკვე ხედავთ პისტოლეტის კაბურა, საფარი ლენტის პისტოლეტის კაბურა, ესეთი სტილის პირდაპირ მაგრდება. შემდგომ უკანა ნაწილში უკვე აიფაკი, ანუ საბრძოლო აფთიაქი. მის გვერდზე უკვე ხელყუმბარის პატარა პოუჩები, ორგანყოფილებიანი ხელყუმბარის ჩანთები. ტაქტიკური ურნა, ეგრეთ წოდებული დამპოუჩი, ცარიელი მჭიდების ჩასაყრელად. მარცხენა მხარეს უკვე ხედავთ შედარებით დიდი ზომის საბრძოლო დანა არის დამაგრებული. თუ კი გინდა თქვენ დანის დამაგრება საბრძოლო კამარზე, არავითარ შემთხვევაში დანა არ უნდა დამაგრდეს უკანა მხარეს, თუ არის დაახლოებით ესეთი ზომის დანა. თუ უკანა მხარეს ამაგრებთ დანას, ან გვერდულად უნდა დაფიქსირდეს ჰორიზონტალურად, ან თვითონ დანა უნდა იყოს პატარა. ამ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად შეუშლის ხელს მოქნილობას. მარცხენა მხარეს ასევე
სამჭიდე სწრაფი ამოღების ამ შემთხვევაში კალაშნიკოვის სისტემის ავტომატზე არის აწყობილი ეს კამარი მორგებული კალაშნიკოვის ჭიდით, აკაესის ჭიდით, გვერდზე სწრაფი ამოღების პისტოლეტის სამჭიდე და აქ უკვე ამერიკის საზღვაო ქვედთა კორპუსის ეკიპირებიდან ტურნიკეტის პატარა ჩასადები. ეს ტურნიკეტის უსაფრთხოდ დამაგრებისთვის კამარზე რომ თავიდან ავიდოთ მისი დაკარგვა, დაბინძურება და ასე შემდეგ და კიდე უკვე ჩვეულებრივად კარაბინის სხვადასხვა აქსესუარის ჩამოსაკიდებლად მასზე. დაბალი პროფილის საბრძოლო კამრის შედარებით განსხვავებული კონფიგურაცია, მარჯვენა მხარეს პისტოლეტის სამჭიდე, ტაქტიკური კონფიგურაცია უკვე და არა საექსპედიციო, უკანა მხარეს ესეთი აფთიაქი, სწრაფი ამოღების აფთიაქი, აქ მოთავსებული დიდი აფთიაქისგან განსხვავებით, დიდი აიფაკისგან განსხვავებით, აქ არის მოთავსებული მხოლოდ ის სამედიცინო საშუალები, რომელიც სისხლის სწრაფი შეჩერებისთვის არის საჭირო. შემდეგ უკვე მაგის გვერდით უკანა მხარეს პატარა დანა, რომელიც აი დიდი დანისგან განსხვავებით მოქნილობას არ გვაკარგინებს და თუნდაც მანქანაში ჩაჯდომის დროს ან სხვადასხვა მოძრაობის შემთხვევაში მეტნაკლებად უფრო კარგი არის, ერგონომიულია განსხვავებით დიდი საბრძოლო დანისგან განსხვავებით. თუმცა შეგიძლიათ დანა საერთოდ არ დაამაგროთ საბრძოლო კამარზე. ესეც საშუალო ზომის ცარიელი მჭიდების ჩასაყრელი ჩანთა, ეგრეთ წოდებული დამპოუჩი. აქეთ ხარეს უკვე 2 ცალის სწრაფი ამოღების სამჭიდე, ეგრეთ წოდებული ტაკოპოუჩები პლასმასის ჩანართებით, M4-ის მჭიდებით, R15 M4-ის მჭიდებით და გვერდზე უკვე პისტოლეტის უნივერსალური სამჭიდეები ორგანყოფილებიანი. და მის გვერდით უკვე წინა მხარეს ტურნიკეტი, ოღონდ მეორე ამ კამრისგან განსხვავებით ტურნიკეტის ჩასადები პატარა პოუჩის გარეშე, ტურნიკეტი პირდაპირ წელვადი კორით, ბანჯი კორით არის დამაგრებული კამარზე და ხელის მოკიდებით და სწრაფი გამოკაჩვით პირდაპირ შეგვიძლია რომ მოხსნათ ტურნიკეტი. რა თქმა უნდა, ცოცვის შემთხვევაში, ხოხვის შემთხვევაში, ალახის თუ არის მით უმეტეს დაისვრება ეს ტურნიკეტი, მაგრამ სამაგიეროდ ჩანთისგან პატარა ჯიბისგან განსხვავებით ცით დაცული ვერ არის, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან სწრაფად მოხსნოდი არის კამრიდან. და ასევე რა თქმა უნდა, ესეც კობრას ტიპის ბალთით არის დაფიქსირებული, შეკრული. ამ კამარსაც როგორც ახლა გითხარით, იმ კამრების მსგავსად შიდა მხარეს აქვს ესეთი აი დედალ ფრიცს რო ეძახიან, ველკრო, რბილი ნაწილი, მოკლედ რბილი ვარიანტი ველკროსი, რომელიც ფიქსირდება აი ამ შიდა კამარზე, რომელიც შეიძლება შარვალთან იქნას, ასე ვთქვათ, გაყრილი შარვალში დამაგრებული და აწყობილი კამარმა რო არის მოძრაოს აქეთ-იქით არ ჩავარდეს, როდესაც ჩვენ არ ვიყენებთ სპეციალურ იოკს, აჭიმებს ეს შიდა ასე ვთქვათ კამარი მაქსიმალურად ამაგრებს. ზოგადად უნდა იცოდეთ, რომ ეს იოკები ძალიან იშვიათად თითქმის არ გამოიყენება დაბალი პროფილის კამრებზე და ძირითადად საშუალო და მაღალი პროფილის საბრძოლო კამრებზე გამოიყენება. ვეცადე რომ მაქსიმალურად ეს პრაქტიკულ ენაზე, მარტივად გასაგებ ენაზე ამეხსნა ეს ასე ვთქვათ, ეს თემა ზოგადად ძალიან დიდი თემა არის საბრძოლო კამრები და ვესწრები რომ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით კონკრეტული მოდელების განხილვებით შემოგთავაზოთ შემდეგში და ჩვენი არხი გამოიწერეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, რომელიც დაიდება აუცილებლად.